დიდი ხანია მე-12 საუკუნეში დაარსებული ტამპლიერების მონასტრული საბრძოლო ორდენი მრავალი შეთქმულების თეორიის საგანი გახდა. თავის დროზე ეს ორგანიზაცია ბოროტის თაყვანისმაში იყო ბრალდებული. მას შემდეგ ტამპლიერების ორდენი ყველაფერთან არის დაკავშირებული. წმინდა გრაალიდან დაწყებული ამერიკის აღმოჩენით დამთავრებული. ჩვენ ამ ვიდეოში შეთქმულების პოდკასტების სერიის კიდევ ერთ თეორიაზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ. არსებობენ თუ არა ტამპლიერები დღემდე. მანამდე კი გამოიწერე არხი და მოიწონე ეს ვიდეო. მე-11 საუკუნის ბოლოს რომის პაპმა ურბან მეორემ ევროპელ მორწმუნეებს მოუწოდა ქრისტიანული სამყაროსთვის წმინდა მიწა დაეპყროთ. მეომრების, დიდებულების, სასულიერო პირების და გლეხების არმიამ ლევანტში ჩასვლამდე სამხრეთ ევროპა გაიარა, რასაც მოგვიანებით პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ეწოდა. კამპანია მისი მთავარი მიზნით იერუსალიმის აღებით და 4 ეგრეთ წოდებული ჯვაროსნული სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. თუმცა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ეს ანკლავები მუსლიმური შურისძიების წინაშე დაუცველი აღმოჩნდა. დაახლოებით 1119 წელს ფრანგი რაინდების ჯგუფმა ჰიუ დე პენის, ზოგჯერ იწერება როგორც ჰიუგ დე პეიენის მეთაურობით ჩამოყალიბა ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღარიბი რაინდები. უფრო ცნობილი როგორც ტამპლიერების ორდენი, ტამპლიერების რაინდები. მათი მთავარი მისია წმინდა მიწაზე მომლოცველობის დროს ქრისტიანობის და ქრისტიანების დაცვა იყო. მათი სახელი მომდინარეობს იერუსალიმის ალაქსას მეჩეთიდან, რომელსაც ქრისტიანები სოლომონის უძველეს ტაძრად მიიჩნევდნენ, რომელიც ქალაქის მეფემ ბალდუინ მეორემ მათ გამოუყო. ჩამოყალიბებისთანავე ტამპლიერებმა მონაზვნური ცხოვრების წესი მიიღეს. ეს მოიცავდა პირადი ქონების უარყოფის აღქმას, ორდენის მაღალი თანამდებობის პირებისადმი მორჩილებას და ცელიბატს, დაუქორწინებლობას. ისინი მთელი ევროპიდან შემოწირულობებით ფინანსებოდნენ და პაპისგან საგადასახადო შეღავათებს იღებდნენ. ორდენის რაინდები თეთრ მოსასხამებში იყვნენ გამოწყობილი, რომელზეც წითელი ჯვრები იყო გამოსახული, ხოლო მეთაურები შავ ტუნიკებს ატარებდნენ, რომლებიც ასევე წითელი ჯვრებით იყო მორთული. მალე მათ მიერ აღებული დაცვის ვალდებულებები სამხედრო კამპანიებში გადაიზარდა. მე-13 საუკუნის ბოლოსთვის ტამპლიერები მთელ ევროპაში უზარმაზარ სიმდიდრეს, მიწებს და პრესტიჟს ფლობდნენ. თუმცა ორდენის დაარსების დღიდანვე მათ მტრები ყავდათ. 1307 წლის 13 ოქტომბერს საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხემ ორდენის განადგურება დაიწყო და აპატიმრა თავის სამეფოში არსებული ყველა ტამპლიერი მათ ქონებების ჩამოართვა. ორდენს უამრავი ბრალდება წაუყენეს ერესიდან დაწყებული კატების თაყვანისცემით დამთავრებული. ორდენის უკანასკნელმა დიდმა მაგისტრმა ჟაკ დე მოლეიმ წამების ქვეშ აღიარა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. შემდგომში ჟაკ დე მოლეი 1314 წელს პარიზში კოცონზე დაწვეს. პაპმა კლემენტი მეხუთემ 1312 წლის 22 მარტს ტამპლიერების ორდენი დაშალა, მათი დიდი აქტივები და ქონება შემდგომში ან ჰოსპიტალიერებს კიდევ ერთ სამხედრო რელიგიურ ორდენს გადასცეს, ან უბრალოდ ევროპის მმართველებმა ჩამოართვეს. ამით ტამპლიერების ორდენი დასრულდა, თუმცა მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის უეცარი და სასტიკი გაქრობა საუკუნეების განმავლობაში ინტრიგების და ფანტაზიის წყარო გახდა. ტამპლიერებთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეთქმულების საერთო ძაფი ის არის, რომ ისინი გადაურჩნენ დაშლას და ბნელ სექტად იქცნენ, რომლებიც ფარულად იცავდნენ უძველეს სიბრძნეს. ორდენი ინტრიგებს შუა საუკუნეების პერიოდშიც კი იზიდავდა და ისიც კი მოხდა, რომ ისინი კიდევ უფრო დააკნინეს და ქრისტიანულ სამყაროში მოქმედი სექტა უწოდეს. შეთქმულების თეორიები და დახურულ კარებს მიღმა ატეხილი ისტერია მათი დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ეს ხალხის მეხსიერებაში დიდი ხნის შემდეგაც შემორჩა. ცხადია მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, მათთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითი ის შეიძლება იყოს, რომ ორდენმა წმინდა გრაალი მოიპოვა. მათი როგორც მაგიისა და დაფარული ცოდნით გაჟღენთილი საიდუმლო საზოგადოების მზარდი აღქმა თანხმდროში იყო იმასთან, რომ ორდენი ასეთ შთამბეჭდავ რელიკვიას აკონტროლებდა. საიდან მოდის ეს თეორიები? რალთან კავშირი პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობასა და ჯვაროსნულ სახელმწიფოების დაარსებას უკავშირდება. ისტორიკოს სტივ ტიბლის თქმით, მე-12 საუკუნეში ხალხი ამაზე საუბრობდა. გენუელები თვლიდნენ, რომ მათ შეძლეს წმინდა გრაალის ყიდვა და მისი იტალიაში წაღება. გარდა ამისა, წმინდა მიწა მაგნიტივით იზიდავდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ტიბლი სამხედრო ტურისტებს უწოდებს, რადგან უამრავი ქრისტიანი ჩადიოდა რეგიონში.
იერუსალიმის მეფეებს, ჰოსპიტალიერებს, ტამპლიერებს ყველა სურდა ამ ძიებაში მონაწილეობა. ამბობს ტიბლი. წმენა რომ შესაძლოა ისინი წმინდა გრაალის მფლობელები გახდნენ, ასეთი ღვთისმოშიში კულტურისთვის დამაჯერებლად ჩანდა. გავლენა იმდენად მზარდი იყო, რომ ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორც არის ტამპლიერები, წვრილმანებითა და ატრიბუტიკით ვაჭრობის პერსპექტივა, ევროპელი მმართველების ჯვაროსნული ლაშქრობისკენ წაქეზების ბერკეტადაც კი გამოიყენეს. ტიბლი განმარტავს, რომ ტამპლიერები რელიკვიების გაცვლით დიდ ძალქონებას აგროვებდნენ და ამიტომ ისინი ისეთი ხარბი და ფულის უკმარისობის მქონე მონარქებისთვისაც კი, როგორიცაა ფილიპე მეოთხე, დაუძლებელ სამიზნედ იქცნენ. მართლაც ტამპლიერების ფართო მასშტაბიანმა კომერციულმა ქსელმა მათთან დაკავშირებული ყველაზე ხანგრძლივი შეთქმულების თეორია წარმოშვა. თითქოს ისინი განადგურებას გადაურჩნენ. სავარაუდოდ თავიანთი საზღვაო ფლოტის გამოყენებით რენეგატები გაიქცნენ და ევროპის გარეთ გადაჯგუფდნენ. შესაძლოა მათ ამერიკამდეც კი მიაღწიეს. ამბობს ეს თეორია. ტიბლი აღიარებს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე ტამპლიერმა თავი აარიდა დარბევას. ეს იმ ფაქტზე იყო დამოკიდებული, რომ მათი დევნა მთელ ევროპაში ერთნაირად არ გამოიყენებოდა და ყველა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას მისდევდა. ტიბლი იმასაც კი ამბობს, რომ ცნობილია, რომ ზოგიერთი ტამპლიერი ირლანდიაში გაიქცა და იქ ისინი არათუ იმალებოდნენ, არამედ სახელმწიფო პენსიასაც კი იღებდნენ. როდესაც საფრანგეთის გვირგვინმა ტამპლიერების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ჯადოქრების დევნა დაიწყო, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მან ერესის მტკიცებულებების დასამტკიცებლად გამოიყენა, წამება იყო. ტიბლის თქმით, ბევრი ტამპლიერი ცრუ ჩვენებას არ აძლევდა და წამების შედეგად კვდებოდა. გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა აღიარა, რომ ისინი ერეტიკოსები იყვნენ. კატებთან ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ტიბლისთვის ეს უბრალოდ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე საწამებ, ის რასაც გინდა იმას იტყვის. მიუხედავად ამისა, ბრალდებების გარკვეული ვალიდურობის შესახი პოპულარულ კულტურაში შევიდა და ღრმად გაიდგა ფესვები. ვიქტორიანული ეპოქის ტამპლიერები იქცნენ ნოველების სწრაფად მზარდ ბაზარზე, ინტრიგებისა და საიდუმლოებების მდიდარ წყაროებად. ტიბლი დიდწილად სინამდვილის უზარმაზარ ანტონიმურ ბოროტმოქმედებად გადაქცევაში შოტლანდიელ ისტორიკოსსა და რომანისტს სერ უოლტერ სკოტს ადანაშაულებს. ამის გარდა მე-19 საუკუნეში პატარა ტამპლიერთა ინდუსტრიაც გამოჩნდა. ეს ინდუსტრია იწვევდა სხვადასხვა დოკუმენტების, მონეტებისა და არტეფაქტების გაყალბებას. ამან ხელი შეუწყო იმ იდეის დამკვიდრებას, რომ ტამპლიერთა ტრადიციები, ისე როგორც მათი დიდოსტატობის ხაზი, ხელუხლებელად შემორჩა. ასეთი თეორიები კიდევ უფრო გაამდიდრა ისეთმა საძმო ორგანიზაციებმა, როგორიცაა მასონები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ მათ მემკვიდრეობით მიიღეს ტამპლიერებისგან უძველესი ცოდნის მარაგი. თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ ცდელობა იყო, რომანტიზებული და არასწორად გაგებული ორდენისთვის წინვალება მიენიჭებინათ. ახლა ვისაუბროთ მტკიცებულებებზე, რომელიც უარყოფს ამ შეთქმულების თეორიას. ტამპლიერებზე ამდენი ფანტასტიკური შეთქმულების თეორიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ 1312 წელს ორდენის დაშლამ ტამპლიერების არქივის განადგურებაც გამოიწვია. ტიბლი მიიჩნევს, რომ ჩანაწერები, ისე როგორც შემორჩენილი ჰოსპიტალიერების ჩანაწერები, სავარაუდოდ საოცრად მოსაწყენი იქნებოდა და წმინდა გრაალზე ჩანაწერებს არ შეიცავდა. დოკუმენტური მტკიცებულებების დაკარგვის მიუხედავად ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ არსებობს ისეთი რამ, რისი უგულობელყოფაც ნებისმიერ შემთხვევაში თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ტამპლიერები ატლანტის ოკეანის გადაღმა ამერიკაში თავიანთი ძლევამოსილი კომერციული ფლოტის წყალობით გადაჯგუფდნენ. შუა საუკუნეების გემები კი, რომლებსაც ასეთი მანძილების გადალახვა შეეძლოთ, მხოლოდ მცირე ხნით არსებობდნენ. მაგალითად, რიჩარდ ლომგულს შესანიშნავი ფლოტი ყავდა, რომელსაც თავისი არმიის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გადასაყვანად იყენებდა. ამბობს ტიბლი, თუმცა რამდენიმე წელიწადში ეს ფლოტი არსებობას წყვეტდა. მეფე ჯონს, მაგალითად, ახალი ფლოტის აშენება თითქმის ნულიდან მოუწია. მართლაც კვლევებმა ვერ გამოავლინა შუა საუკუნეებში ახალგაზრდა ელიტური ჯარისკაცების მასობრივი გადასახლების მტკიცებულებები. პირიქით, ტიბლი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ ძალიან მცირე რაოდენობის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც სახლში დაბრუნება სურდათ. ისტორიკოსი ამბობს, რომ მათ სურდათ გაქრობა და თავიანთ ოჯახებთან დაბრუნება, ან შესაძლოა ჰოსპიტალიერებთან შეერთება, რასაც ზოგიერთი მათგანი, როგორც ჩანს, აკეთებდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ზოგიერთისთვის დღემდე აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ ტამპლიერები უბრალოდ გაქრნენ. მაგალითად, ზოგიერთი ჯერ ისევ ამტკიცებს, რომ დასავლეთ შოტლანდია
გაქცეული ტამპლიერების ბასტიონი გახდა. თუმცა ეს არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება, ამბობს ტიბლი. საინტერესოა, რომ ბრიტანეთში ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ადგილთაგან, სადაც ტამპლიერებს დიდი ქონება არ ჰქონდათ, სწორედ შოტლანდიის დასავლეთ სანაპირო იყო. 1314 წელს შოტლანდიის მეფის, რობერტ ბრიუსისა და ინგლისის მეფის, ედუარდ მეორის ჯარებს შორის გამართულ ბანოკბერნის ბრძოლის ისტორიაში არსებობს ტამპლიერთა ელიტური არმიის ჩართვის ცდილობები სხვადასხვა მხრიდან. ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ თავად რობერტ ბრიუსი ინგლისელებზე გამარჯვებას ჩრდილოეთ ბრიტანეთში დამალულ ელიტურ მეომრების ძალას უმოძლოდა. თუმცა ტიბლი ამტკიცებს, რომ არსებობს იმ ბრძოლის თანამედროვე მრავალი ისტორიკოსის ნაშრომი. არც ერთ მათგანში ტამპლიერთა არმია ნახსენები არაა. ტიბლი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის აღზევებამ ისტორიკოსის მოვალეობა არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ნათლად და ავტორიტეტულად მიუთითოს ისტორიული რეალობა უფრო აქტუალური გახადა ვიდრე ოდესმე. თუმცა ის აღიარებს, რომ ტამპლიერების ხანგრძლივი კავშირი შეთქმულების თეორიებთან განპირობებულია იმით, რომ ტამპლიერები ისტორიის ცარიელი ფურცელია, რომელზეც შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერი ფანტაზია, რაც კი გვინდა. თუ მოგეწონა ეს ისტორია და გსურს მეტი გაიგო საიდუმლო სამყაროზე და ადამიანებზე, რომლებმაც შეცვალეს ისტორია, გამოიწერე არხი, დააჭირე ზარეზღილაკს და დარჩი ჩვენთან. შენთან ერთად ჩვენ ხან აგენტებს დავიმგზავრებით, ხან კოსმოსურ ხომალდებზე ავალთ, ხან კი მეფეებს გავყვებით დიდ ომებში. მომწერე კომენტარებში კიდევ რომელ მსგავს ისტორიას ისურვებდი მომდენო ვიდეოს თემად. ეს იყო ტამპლიერების ისტორია, ახლა კი დროა გაიქცე რუტინიდან და შემოგვიერთდეთ.